კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალბებს 4-ზე, მე კეთი მამრიკიშვილი ვარ. დელფოსის რიგით მე-11 ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მორიგ სამუშაო სესიაში მონაწილეობს. ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი. ამ სახელწოდებით გაიმართა სესია, რომლის მონაწილეებსაც მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა, სადაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ქვეყნის მდგრად განვითარებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირისგან შემოხვედრ ნაბიჯებს გეოპოლიტიკის გააზრებასა და კონკრეტულ ნაბიჯებს ელვის, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუწყობს. დეტალებით თეკლა ბესტავაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. თეკლა გისმით. პანელური დისკუსია ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სწორედ ამ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა პანელის მონაწილეებს კიდევ ერთხელ გააცნო ჩვენი ქვეყნის ხედვები და პრიორიტეტები. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ისაუბრა თუ რა გამოწვევების წინაშე დგას უსაფრთხოების კუთხით. დღეს მსოფლიო ისაუბრა კონფლიქტებსა და ომებზე რეგიონში და ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ შეახსენა პანელის მონაწილეებს, რომ ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ შესაძლებლობაზე, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე აქვს პოტენციალი იმისა, რომ იქცეს მთავარ დამაკავშირებელ ხიდად და რგოლად ევროპასა და აზიას შორის. ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად კი, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა პანელის მონაწილეებს მიმართა, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპის კოორდინირებული მუშაობა და საერთო ხედვების გაზიარება. სიამოვნებით უერთდები ამ პანელურ დისკუსიას ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ევროპისთვის, მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის და ჩვენ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წელს შევიტანეთ. თუმცა ეს მისწრაფება ამ თარიღიდან არ იწყება და თუ უკან გაიხედავთ, საქართველოს ბევრი რამ გააკეთა საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, თანამედროვე ფუნქციონირებად, ფუნქციონალურ დემოკრატიად გარდასაქმნელად, რომელმაც საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია ეკონომიკურ განვითარებაში და საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე დადგა ბიზნესის კეთების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებში. რა თქმა უნდა, ხშირად გვესმის კრიტიკა ევროკავშირისგან, მაგრამ ამას თავისი ლოგიკა აქვს და ის დაკავშირებულია რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან. საქართველოს ხედვა ძალიან მარტივია. ჩვენ მუშაობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვხვდებით თუ რა შესაძლებლობები ჩნდება ჩვენს წინაშე, რათა წარმოვადგინოთ როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყანა. ეს რა თქმა უნდა ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის ერთად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ საუბრობთ შავ ზღვაზე და დღეს შავი ზღვა ფაქტობრივად გამყოფი ზღვაა ევროკავშირსა და კონტინენტის დანარჩენ ნაწილს შორის. მაგრამ ეს გეოპოლიტიკური კითხვაა თუ რა გვინდა ვნახოთ მომავალში. შევინარჩუნოთ შავი ზღვა გამყოფ ზღვად, თუ გვინდა მისი გადაქცევა დამაკავშირებელ ზღვად და ეს არის ის სამუშაო, რომელიც ვფიქრობ ერთად უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია ერთად მუშაობასთან, მაგრამ ასევე საერთო ხედვასთან. ხედვა ნამდვილად არსებობს ჩვენი მხრიდან. გსურს რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო გარემოში შევინარჩუნოთ, რათა განვითარდეს. საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური მიმართულებით შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და ამას დაინახავს ყველა, ვინც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ციფრებს გადახედავს. ერთადერთი რაც გვჭირდება ევროპული მხრიდან არის გეოპოლიტიკის გააზრება და ხედვა, ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც ერთად ვიმუშავებთ, რათა ვიხილოთ საქართველოს როგორც ევროპული პროექტის ნაწილი. დელფოსის რიგით მე-11 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი არაერთ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს. დღეს კიდევ ერთი პანელური დისკუსია არის დაგეგმილი, რომელიც შუა დერეფანს შეეხება და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს. როგორც იცით, ფორუმში 1200-ზე მეტი მოწვეული სტუმარი და 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს. მადლობა, თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება. ყოფილი ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსი საქართველოს ევროპული გზის შესახებ საუბრობს. ავრამოპოლუსი იყო ერთ-ერთი ის ევროკომისარი, ვინც უშუალოდ მუშაობდა და მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას. ყოფილი ევროკომისარი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ქვეყანაა და ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გვერდით იქნება. I believe in Georgian
მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს ძალიან მარტივი ფაქტია. იმ დროს, როცა მე ჩემი წვლილი შევიტანი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, თბილისშიც ვიყავი. ჩემ ცხოვრებაში არაერთი სხვა დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს იმდენი ევროპული დროშა, რამდენიც საქართველოში. მე ახლა აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ მე ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავარ. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისტორიულ ჭრილში და არა მოკლებადიან პერსპექტივაში. ერთ დღეს თქვენ ამას მიაღწევთ. მიყვარს თქვენი ქვეყანა და ველი, რომ ისევ დაუბრუნდე საქართველოში. ვაშინგტონის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონით ტრამპის მარშრუტი და შუა დერეფანი, სადაც ერთ-ერთ საკვანძო როლს საქართველო თამაშობს. ამ თემებზე ევრონიუსის სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ვრცლად მიმოიხილავს აზერბაიჯანის შესაძლებლობებს ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ამ შესაძლებლობების რეალიზაციის პროცესში კი საქართველოს როლს. სტატიაში წერიან, რომ ტრამპის მარშრუტი ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო შუა დერეფანში, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს. გამოცემის ცნობით, შტატების ტექნიკურმა დელეგაციამ ბაქოში მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის საერთაშორისო მარშრუტის დერეფანზე მოლაპარაკებები დაასრულა და ახლა საკვანძო პროექტების განხორციელებას იწყებენ. სტატიაში ასევე საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე. ხაზგასმული ასევე ის, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ავითარებენ სამწვანე ენერგიის დერეფანს, რათა განახლებადი ენერგია ევროპაში მიიტანონ. ეს ინიციატივა კი 2022 წელს ბუქარესტში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში დაიწყო აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით. TRIP წარმოადგენს 42 კილომეტრიან სარკინიგზოდ და საავტომობილო დერეფანს სომხეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გაფორმებული სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დეკლარაციის ფარგლებში 2025 წლის აგვისტოში უშუამდგომლა. ის წარმოადგენს სამხრეთ კავკასიურ რგოლს უფრო ფართო შუა დერეფანში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და ევროპასთან, ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს. TRIP დერეფანში აზერბაიჯანის ცენტრალური როლი შემთხვევითი არ არის. ქვეყანამ 2 წლეულის განმავლობაში შექმნა მილსადენების ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელმაც იგი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ენერგეტიკულ პარტნიორად აქცია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი კასპიის ენერგორესურსებს პირდაპირ თურქეთსა და ევროპასთან აკავშირებს, რუსეთისა და ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით. ევროკავშირი და აზერბაიჯანი ასევე ავითარებენ სამწვანე ენერგიის დერეფანს, რათა განახლებადი ენერგია ევროპაში მიიტანონ. ეს ინიციატივა 2022 წელს ბუქარესტში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში დაიწყო, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით. ეს დერეფნები კასპიას შავი ზღვა, ევროპის მარშრუტი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ევროპის მარშრუტი და ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი, ევროპის კავშირი. მიზნად ისახავს განახლებადი ელექტროენერგიის ფართომასშტაბიან ვაჭრობას. პოლიტიკური დემარში, შანტაჟი და მუქარა აფასებს სახელმწიფო გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადება, სადაც პაվել ჰერჩინსკი ქართულ ხალხს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის გაჭრებისა და კორუფციის ბნელ დროში დაბრუნებით ემუქრება. სახელმწიფო პარტიის თქმით, პაվել ჰერჩინსკიმ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს და თქვას, თუ რის საფუძველზე გააკეთა მან განცხადება, სადაც სამოქალაქო ომზე საუბრობდა. საზოგადოებას თელ საქართველოს ემუქრება ადამიანი მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არსებობს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ახლა ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც აგერ ჰერჩინსკიმ დახატა. შეიძლება რამე ისეთი იცის, რომელიც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია უნდა დაიბარონ, რასაკვირველია ეს არის პოლიტიკური დემარშიც არის და ამასთანავე ვფიქრობ საქმიანი საუბარიც უნდა შედგეს, რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს და მის საზოგადოებას ჰერჩინსკი. რა თქმა უნდა, ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება იქნებოდა რელევანტური, იქიდან გამომდინარე, რომ მას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი, ეს კითხვები დაგროვდა. ჩვენ აქამდე მიჩვეულები ვიყავით, რომ ბატონი ჰერჩინსკი ქართულ ოცნებას აკრიტიკებდა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ამის კარგი მაგალითია, როდესაც ფაქტობრივად რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ მოუწოდა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ქართული ოცნებისთვის ხმა არ მიეცათ. მაგრამ ამ შემთხვევაში იგი უკვე ყველანაირ საზღვარს ცდება, ვინაიდან პირდაპირ იმუქარები არის ქართულ ხალხზე, ჩვენ სახელმწიფოზე და იმუქრება ძალიან ბინძურად
რომ თითქოს საქართველოს ბრუნდება სამოქალაქო ომის პერიოდში, სიბნელეში, რაც ყველანაირი საზღვარცდება და აბსოლუტურად მიუღებელია ელჩისგან ესეთი რიტორიკის მოსმენა და შემდეგ არ უნდა უყვირდეთ იმ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის განწყობა ძალიან იცვლება კონკრეტულად ევროკავშირის მიმართ, როდესაც ქართული ოცნება ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის მიჯნავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ევროკავშირი, ევროპა და ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო არარჩეული ბიუროკრატები არიან სხვა. ეს იყო ყოველ ზღვარს გადასული განცხადება, იმიტომ რომ სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი. ეს არ არის მშვიდობიანი დამხობა და თქვათ რაღაცა ბლოკირება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან ამ თემაზე ლაპარაკი. პირდაპირ სიტყვა ომი ახსენა სამოქალაქო. ეს არის ყოველდღე დაუშვებელი, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ და ასეთი ტიპის შანტაჟს და მუქარას ავრცელებენ საქართველოს მოსახლეობაში. ერთი რამ მიცოდნენ, ეს ყველაფერი მომდინარეობს მათი ხელმძღვანელობიდან, ვინც ამ დირექტივებს იძლევა, ისინი ქართულ ხალხს არ იცნობენ. ჩვენ ასეთი მუქარების დროს მთელი ერი ერთად უფრო ვიკურებით, ვიდრე ვიშლებთ. როდესაც ჩვენ ომით გვემუქრებიან, სისხლის ღრუთ გვემუქრებიან, უკიდურესად დაპირისპირებული ადამიანების კი შეიძლება ერთად დადგნენ. ერთობა დაპირისპირება და ულტიმატუმების ენა სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი მუშაობას სააკაშვილთან ერთად აგრძელებს. მშავდებული ექს-პრეზიდენტის პარტიის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა ისევ წითელი ხაზია და მზადარიან ალიანსი დატოვენ, თუ მისი წევრები ანტი-მიშას პოზიციას შეითავსებენ. მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას ალიანსის მიმართ იზრდებს ლევან ხაბაიშვილის და იმ ალიანსის წევრებს, რომელთა სრული თანასწორობა მიხეილ სააკაშვილის უპირატესობაზე მიანიშნებს. გაერთიანების სხვა წევრები კი მიხეილ სააკაშვილის წერილებზე და პირად თავდასხმებზე საუბრობენ. ნაციონალურ მოძრაობას კი მოუწოდებენ საჯაროდ ურთიერთკრიტიკისგან თავი შეიკავონ, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სტილი ყოფილი თანაპარტიელების დაწესებულ ჩარჩოებში მოქცევას არ აპირებს და ისევ ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებს. დღეს გამართული ალიანსისა და ბრიტანეთის ელჩის შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციონერები მორიგჯერზე საჯაროდ დატუქსა და მათ პოლიტიკოსების პროფანაცია უწოდა. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხო. მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში. პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილები ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა. თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა და ხელოვნური ინტელექტით წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა როგორც 2012-ში. რომ ეზომებით მიხეილ სააკაშვილს ან სიმაღლე გქონდეთ მისიან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას მე ვგულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი. ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 ნაციონალურ მოძრაობას რომ ეხება ცოტა არანორმალურია ხალხო. ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებთ? მე თქვენსკენ ვარ, არც გაკრიტიკება მინდა თქვენი, მაგრამ ვუსმენ ტელევიზორს და ლიდერი მეუბნება 10-დან გავდივართო. როგორ მაინტერესებს რას აკეთებს 9-ში? სააკაშვილი 5 წელია ციხეშია და თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს და ვიღაცებმა რევიზია უნდა გაუკეთონ. თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით. შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. და ნუ გაჩუმდება შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს. ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება. იყო კამათი, ამას რა თქმა უნდა ვერ ვარყოფ. მე ბევრჯერ მithქვამს, ეხლაც ვიტყვი. არავის არ ეგონა, როცა ეს ალიანსი კეთდებოდა, რომ ცხოვრება იქნებოდა მარტივი. ეს მხოლოდ ალიანსის ფარგლებში მიმდინარე კამათია, რომელიც როგორც ალიანს, მე ვფიქრობ, დიდად არ გვაზიანებს, მაგრამ როგორც საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიაში ძალიან სერიოზულად დაგვაზიანებდა. კრიტიკის გამო არ ყოფილა ეს განცხადება, იყო პერსონალური თავდასხმის გამო. პრეზიდენტ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია, ჩვენ ამაზე გავეცით პასუხი. კრიტიკა ეს არ არის თავდასხმა. ეს ალიანსი ვერ იქნება ანტიმიშა ალიანსი, თუ ვინმეს მოუნდება რომ ასეთად გადააქციოს, ბუნებრივია ამას შევეწინააღმდეგებით. თუ გადაიქცევა, ბუნებრივია იქ ჩვენი ადგილი არ იქნება. ჩვენ ხედავთ რომ ამ გაერთიანებაში თავს იყრიან ყველა დროის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და როდესაც არ არიან გაერთიანებულები, ერთმანეთს ლანძღავენ, შემდეგ გაერთიანდებიან და ერთმანეთს ამხნევებენ, ერთიანდებიან ისინი გარედავალებების მითითების შესაბამისად და ამ შემთხვევაში აუმხედრდნენ მიხეილ სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი მიშისტები, იქიდან გამომდინარე რომ რაც
თქმა უნდა ისინი აღიქვავენ თუ რამდენად დაზიანებული არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა იმას ვერ აღიქვავენ, რომ თვითონაც ანალოგიურად არიან დაზიანებულები, ვინაიდან იმ რეჟიმის ასე ვთქვათ მონაწილეები იყვნენ სააკაშვილთან ერთად. სხვადასხვა ვარიაციებით საერთო სათაური არ იცვლება კოლექტიური ნაცმოძრაობა, სადაც ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ერთადერთი და განუმეორებელი, ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილის სახელი თავისი წარსულით, ამ გესტაპოს მეთოდების მართვით გარკვეულ რაოდენობას, საზოგადოების გარკვეულ რაოდენობას, ვინც მხარს უჭერს მათ, უქმნის პრობლემას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამოცანა არ შეცვლილა, ყველას ერთი ამოცანა აქვს და მითითებაც ერთი აქვს, რომ ერთად იყვნენ გაერთიანებული და დაანახონ საზოგადოებას, რომ თითქოს და აქ არსებობს რაღაც ასთა სხვადასხვაობა და დემოკრატია და პლურალიზმი. პირველობისთვის იბრძვიან. ეს იგი როგორი რაღაცაა ახლა წარმოვიდგინეთ, რომ როდესაც ეს ძალები უცხოეთში გეგმავენ რევოლუციურ პროცესს და უკვე სამოქალაქო ომითაც კი გვემუქრებიან, რა თქმა უნდა, ამისთვის გარკვეული თანხები აქვს განსაზღვრული. და ეს თანხები 1 და 2 მილიონი არ არის. ეს ათეულობით მილიონი დოლარს აღემატება და ევროს აღემატება ეს თანხები. ამისთვის იბრძვიან, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, ჩვენ მოგვეცით ეს ფული, ჩვენ გავაკეთებთ ამას. და რა თქმა უნდა, ყველა თავისკენ ეკაჩება ამ საბას. აი ამ პროცესს უყურებ. ქვეყნის დაზიანების მსვლელობები უცხოელი აქტორების დირექტივების მიხედვით არეულობის სურვილი და რევოლუციური გეგმები. პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ლიდერთან იგორ ბლაჟევიჩთან ურთიერთობას ოპოზიცია უარყოფს და ამტკიცებს, თითქოს მას საერთოდ არ იცნობენ. ეს კი იმფონზე, რომ ბლაჟევიჩის ტრენინგებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონკრეტულ მტკიცებულებებს ფლობენ. მართლ პარტიაში განმარტავენ, რომ რადიკალური ძალებისა და გარე აქტორების მხრიდან რევოლუციური სცენარები საზოგადოებას სხვადასხვა წლების განმავლობაში არაერთხელ უნახავს. მათი შედეგი კი ყველა შემთხვევაში იდენტურია. როგორც ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, სახელმწიფოს ყველანაირ რისკს დააზღვევს, არეულობის მოწყობის მსურველები კი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. ამ ბოდოაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, აი თითიდან გამოწვა ვიღაცა სახელი და გვარი მოიგონოს, არ ვიცი ვინ არის, რა არის. სხვა სახელებს და გვარებს ას იგონებენ, ეგ ჩვენთვის არ არის აბსოლუტურად საინტერესო. საერთოდ მაკაცი ნუ მეკითხებით, არ ვიცი ვინ არის. არ ვიცი, არც ბლაჟევიჩი არ ვიცი. გავიგერო ვიღაცა იგორ თუ რა თქვია ბლაჟევიჩი არსებობს, გავიგერო ბუნებაში. არ მაინტერესებს. არა მხოლოდ ატრენინგებდა რადიკალებს, არამედ კონკრეტულ ინსტრუქციებსაც აწვდიდა, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. რა თქმა უნდა, ეს ახალი არ არის, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ აკერმანი, ვიხილეთ კანვასის ტრენინგები, ვიხილეთ მაკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი და ახლა ბატონი ბლაჟევიჩი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველაფერთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს და შესაბამისად ისინი დააზღვევენ ნებისმიერ რისკს, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იგეგმებოდეს და ყველა მონაწილე ძალიან მკაცრად მინდა გავაფრთხილო, რომ თავი შეიკავონ, ვინაიდან ვინც იქნება გამოვლენილი ქაოსის შემოტანაში და არეულობის მოწყობაში ჩვენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დაიჯება კანონის სრული სიმკაცრით. ეხლა ხალხს იყო კანვასი ატარებდა ტრენინგებს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ახალგაზრდა პოლიციელს და როგორ უნდა გაუკეთოს პროვოცირება ამ სისხლიან შეტაკებას. კონკრეტული ადამიანები ვიცით, სერბები ჩამოსულები იყვნენ, ლექციებს ატარებდნენ. აკერმანი ზუსტად ეგეთი სახელმძღვანელოც კი გამოსცა და პოპულარული გახდა საქართველოში, როგორ მოახდინა რევოლუცია. აკერმანი გარდაიცვალა, ახლა ბლაჟევიჩი შემოვიდა და მისი ბრალი არ არის ვაც უხდიან. ან იცის ფორმულა, როგორ უნდა მოახდინო კონკრეტულ ქვეყანაში სპეციფიკაციას ითვალისწინებს დაპირისპირება სახელმწიფოსა და მომიტინგეთა შორის, როგორ დაიღვაროს სისხლი, მაგრამ ის რომ მას აღელვებს საქართველოს ბედი და მომავალი, ამაზე ილუზია არ უნდა გქონდეს. ჯაშუშობაში ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, საქმეს გრიფი დაედო. ორ მათგანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ჯაშუშობაში მხილებული კიდევ ერთი პირი კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძებით დადგენილია, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მსჯავრდებულ ზვიად რატიანისთვის საშიშროების მომატებული რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას აუცილებს და განმარტავს, რომ საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღეს უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელს ხდიდა. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა გარკვეულ რისკს შეიცავდეს. პენიტენციური სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საშიშროების მომატებული რისკის განსაზღვრა პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის ნომერ 395 ბრძანების შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განესაზღვრა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონო ჩემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია 2 ადამიანი. მათგან ერთი პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო მეორე საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. ამოღებული ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას სპეციალური სკანერის საშუალებით მალულად განთავსებული 257 აბის სუბოქსინი. დანაშაული ოსლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30,000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ასევე დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით ასევე გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობისა და გამოძალვის ფაქტის ხელკვალზე გახსნა დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას ერთ პირს და მის მეუღლეს ცივი არაღის მუქარითა და მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დაკავებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს იყო ბოლო ინფორმაცია 4-ზე. მე ამით გემშვიდობები დაელოდეთ შვიცას დღის თავის სახლების შესახებ ანაშორდებ რომ სად მოგიყვება წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ, ასე რომ არ გადართოთ.